მე საიმონი მქვია, ბელგიიდან ვარ. მე ნომი კროუფორდი ვარ, მეც ბელგიიდან. ჩვენ ერთმანეთის სკოლაში პირველ კლასში გავიცანით. ამის შემდეგ ცხოვრებაში სხვადასხვა გზა ავირჩიეთ. თუმცა მაინც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ეს იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა. უпростоრად ეს ჩემი და ჩემი მეგობრის დიდი ხნის ოცნებაა. 6 წლის წინ დავიწყეთ ფიქრი, უბრალოდ ვუყურებდით რუკას და ვთქვით, კარგი იქნებოდა ინდოეთში მოგზაურობა. გასართობად, დასათვალიერებლად. ჩვენ არ მოგწონს თვითმფრინავი. ფიქრობდით ავტოსტოპით დავიწყო, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ მოგზაურობა ველოსიპედითაც შესაძლებელია. ერთი თვის შემდეგ სრულიად გაუცნობიერებლად ვიყავით თუ არა ამისთვის მზად, ავდექით და წამოვედით. უკვე 6 თვეა გზაში ვართ. დავიწყეთ გერმანიიდან, შემდეგ ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ახლა რა თქმა უნდა საქართველო. არ შემიძლია რაიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ვისაუბრო. მთელი გზის განმავლობაში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი ვნახე. ისე მთები ყველაზე მეტად მომწონს. მე ყველაზე მეტად სერბეთი მომეწონა. ძალიან საინტერესო იყო. ისინი ძალიან კონსერვატულები არიან და ბევრს მუშაობენ მიწაზე. თურქეთიც ძალიან მომეწონა, რადგან ის პირველი ისლამური კულტურის ქვეყანა იყო ჩვენს მოგზაურობაში. ძალიან საინტერესო კონტრასტი იყო მათ კულტურასა და სხვა ქვეყნების კულტურას შორის. კარგია თუ მოგზაურობისას გასაჩერებლად ისეთ ადგილს აერჩევთ, რომელთანაც ახლოსაა წყალი. არ არის აუცილებელი სასმელი წყალი იყოს. ეს უბრალოდ სისუფთავის შესანარჩუნებლადაა საჭირო. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ზედაპირი იყოს სწორი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ისევ კარგი ველოსიპედია. აუცილებელია გქონდეს საუკეთესო საბურავები. კარგია თუ ველოსიპედს თავად დააწყობთ და გეცოდინებათ როგორ მუშაობს. შემდეგ თუ პრობლემები ექნება, უფრო ადვილად შეაკეთებთ. ასევე მნიშვნელოვანია კარგი კარავი. ყველაზე რთული მთებია, როცა ცუდი ამინდია და ცივა. ბულგარეთში ყოფნისას დიდთოვლობა იყო და ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდა. ამ მოგზაურობისას ჩემთვის ყველაზე ძნელი ერთი და იგივე ადამიანთან ერთად ყოფნა. თავიდან დედაჩემი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო. ახლა უკვე შეეჩვია. მე მიწევს გავიარო პაკისტანი, ავღანეთი, ირანი. თუმცა ჩემი აზრით პრობლემა არაა, რომ იქ საომარი მდგომარეობაა. პრობლემა მედიაშია, რომელიც ამოვლენებს თავისებურად მძაფრად აფასებს. მგონია, რომ მშვიდობიანად გავიგეთ იმ ტერიტორიებს. ასეთ მოგზაურობაში სასიამოვნოა, როცა ხალხი კარგად გვხვდება. ასევე ის ფაქტი, რომ არანაირი გეგმა არ გაქვს და აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს და გინდა. ვფიქრობ, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ადამიანები მიხვდებიან, რომ კაპიტალიზმი არ არის კარგი, რომ ის ბედნიერებაში ხელს გვიშლის. ბედნიერება კი ყველაზე მთავარია. შემდეგი გაჩერება თბილისია, შემდეგ სომხეთი, ირანი და იქიდან მოვძებნით გზას, რომ ინდოეთში მოვხვდეთ. მე ვოცნებობ ხისგან ავაგო გემი და შემდეგ ამ გემით ვემოგზაურო. ეს ჩემი მთავარი მიზანია. მე ვოცნებობ, რომ ჩემი ბოსტანი მქონდეს და იქ ბევრი რამ გავზარდო და შემდეგ ჩემი გაზრდილი ბოსტნეული და ხილი ვჭამო. სულ ეს არის.